მე მაინც იმ თემაზე ვარ რა კონცენტრირებული თითქოს ვერ არ მეყო შეიძლება საკმარისადაც ვერ ვილაპარაკე თუნდაც გუშინ ვერ შეიძლება საჯარო სივრცეში აი საკმარისი არ არის რა ჩემი აზრით რაც ბიძინა ივანიშვილის სახელის ჩაწერას მოყვა ეს ყველაფერი ციგნში ხო? ციგნში ანუ არ ვიცი მე და ბაჩომ დღეს გადავხედეთ თვითონ ამ სახელმძღვანელოს და ნახეთ? ნუ და ხო რა და ვაფშე ვერ მივხვდი ეს აღშფოთება საიდან იყო გამოწვეული მე მგონი წაკითხულიც არ ქონია და ქონდათ რა წერია არა ზოგადად ბიძინა ივანიშვილზე ემართებათ ესე იგი ეროვნულ იმაში რა ქვია კურიკულუმში ისტორიის წიგნში როგორ შეიძლება შეტანილი იყოს თანაც უახლეს ისტორიაში ხო მე მახსოვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე-19 კლასში როცა გავდიოდი საქართველოს უახლეს ისტორიას ბურჯანაძე და ჟვანიაც იყვნენ მოხსენიებული და ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედად რომ მოიხსენიო რომელმაც 3 მილიარდი დახარჯა ხო ამ ქვეყანაში 3 მილიარდი დახარჯა რომ არ ვიცი აღედგინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ეწარმოებინა არ ვიცი მწვანე პოლიტიკა ეწარმოებინა ის რა ქვია გადაერჩინა თეატრები, გადაერჩინა უნივერსიტეტები, ეკლესიები, გააკეთა დენდროლოგიური პარკი, ხო, აი ქველმოქმედა საბოლოო ჯამში საქველმოქმედო ფონდს გადასცა თავისი ფული. მთლიანი საკუთარი ფული და მეორე მხრივ კიდე ერთი დიდი ქველმოქმედების აქტი იცი რა იყო? როდესაც ის ხო შემოვიდა პოლიტიკაში და საკუთარი უსაფრთხოება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ მიშას რეჟიმი მაშინ ჩვეულებრივად კლავდა ადამიანებს, ანუ მანიაკალური რეჟიმი აწამებდა, გესმის? აწამებდა ჩვეულებრივად საკუთარი კეთილდღეობა, ოჯახი დააყენა საფრთხის წინაშე და მართლა, ანუ გაწია მიშა რა და ამის მერე 3 მილიარდის შემთხვევაში, აი უბრალოდ როგორ შეიძლება ქველმოქმედად არის მოხსენიებული უბრალოდ არა ის კი არა რომ რაღაც არა ეგ აი ჯერ ბაჩონ თქვენს და მე მგონია რომ იგივე დროს სხვა კუთხითაც შევხედა აკვირდა ვინ შფოთავს ამაზე ეს არის ადამიანი რომელიც შფოთავს მართლა რაღაც კონკრეტული ფაქტის გამო თუ ეს ადამიანი რომელიც კონკრეტული სახელის ხსენებისას მუდმივად შფოთავს ის რაც წერია სახელმძღვანელოში ეს არ არის არც ავტორისეული ინტერპრეტაცია ეს არ არის არც ემოციური შეფასება ეს არის ფაქტოლოგია სარიელი და მშრალი ანუ იქ არ ხდება არანაირი რაღაც მეტაფორის მოხმობა თუ მხატვრული ტექსტის შემოყვანა რომ რაღაცა განდიდება რაღაცა მხოლოდ ფაქტოლოგია დამწერის დამოკიდებულება ჩანს ამ ადამიანებისადმი ფაქტის მეტი არაფერი არ არის მოთხრობილი მოკლედ რომელიც სტერილურად არის დათვლადი არის გადამოწმებადი და არის ნუ ემპირიული გამოცდილებიდან დადგენილი ის რომ კონკრეტული ადამიანები ამაზე წუხან არის ყველაზე მარტივი ახსნა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვს ჩამოყალიბებული წარმოდგენა, რომ ჩვენ თუ ბიძინა ივანიშვილის სახელის გაგონებისას არ აღშფოთდებით და რაიმე პუტინის მონები. პუტინის მონებიც არა, გოიმები. იმიტომ რომ გვარამიამ და თავარ მარხმა ეგ ხო ამ ლიბერალურ Facebook სივრცეში და კარგად გაატრენდა რა რომ ამ ქართულ ოცნებაზე პოზიტიური კომენტარი ან მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილზე პოზიტიური კომენტარი არის გოიმობის წინაპირობა ის უკვე მაგ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია პუტინი და რუსი ოლიგარქი და ასე შემდეგ ანუ ამ შემთხვევაში გემოვნება არის თავარი ცენზორი ხო ანუ შენ გემოვნებაში თუ ჯდება ის რომ ბიძინა ივანიშვილს სადღაც მაინც ქველმოქმედად მოიხსენებენ და არა რუს ოლიგარქად ესე იგი შენ იმათვის გოიმი ხარ პირველ რიგში მერე უკვე სამშობლოს მოღალატე და გამყიდველდა გოიმზე მეტად არაფერი არ აწუხებს რა ეხლა ლიბერალურ საზოგადოებას ჩვენთან რომ გოიმს თუ დაუძახებენ всё რა დამთავრებულია მისი ყველანაირი Facebook კარიერა მაგრამ ნახე კიდე რა არის საინტერესო თვითონ მაგ დისკურსის წყარო რა არის წყარო არის ის ტელევიზიები, რომლებიც გახსნილია, დაფინანსებულია, კვლავ წარმოებულია ნაძარცვი ფულით და ესენი ღელავენ იმაზე, რომ ჩანაწერი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი. ანუ ნაძარცვი გაკეთებული ერთი მხრივ ტელევიზიები, პარტიები, აქედან დაფინანსებული ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ღელავენ იმაზე, როგორ ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი. საილუსტრაციო იყო, როდესაც ფორმულა ჟურნალისტი პარლამენტში დარბოდა და ოცნების წევრებს ეკითხებოდა, რომ ეს რუს ოლიგარქზე გამეცით პასუხი. ანუ ერთადერთი სახეხატი
უახლოეს ქართულ ისტორიაში ოლიგარქატის ვინც ყავს არის კეზერაშვილი, მის დაფინანსებულ ტელევიზიის, მის მფლობელობაში ყოფილი ტელევიზიის ჟურნალისტები, რომ ხვის ოლიგარქი ებრძვიან ოლიგარქს. მე სხვა წადი რა შენთან ებრძვა. მეგობრებო, მე სხვა კუთხიდან მინდა შეგახედოთ. აღშფოთდნენ არა მარტო იმაზე, რომ ჩაიწერა ეს სრულად ნეიტრალური და სტერილური და ფაქტების შემცველი ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ, გინდა წავიკითხოთ. არა, წავიკითხოთ. ყველაზე უნეიტრალური რა, ბიზნესმენი ქველმოქმედი და პოლიტიკოსი. კიდე რა დაფუძნებული და გაგიტო ლექცერი და არჩევნები რომ მისმა პარტია მოიგო და ასოციაციის ისიც არ წერია სიტყვაზე რა რაოდენობის ეხა ერთ ასპექტს მინდა შევხედო. არა მარტო იმაზე აღშფოთდნენ ეს მაიმუნები რომ ეს დაწერეს, არამედ სად დაწერეს. ანუ დანიშნულოვანი იყო მათთვის სასკოლო, ანუ ესენი არიან კურიკულუმში. ესენი არიან ნაცები ყოფილან, ნაცები არიან სკოლის დეპოლიტიზაციის და სკოლის აბსოლუტურად გათავისუფლების მომხრენი, თუნდაც ხო გახსოვს ლოტოტრონით რო ნიშნავდნენ დირექტორებს და სკოლების საბჭო შეიქმნა და სახელმძღვანელოები რო აბსოლუტურად უნდა ხო, ეგ საკეთება. აბსოლუტურად უნდა დაცლილი იყოს მათი აზრით და ეს ძალიან ცუდი რუსული რეჟიმი იდეოლოგიას და მიშა რომ მიდიოდა პირველკლასელები რომ მიშა-მიშათი ხდებოდნენ. ეხლა დაჩვენებთ, ამ განათლების სისტემის პატრონები არიან ესენი. აი ეს ჩუჩხე ჩრდილოეთ კორეული სისტემა, სადაც ჩამშვები, დამჟელი, ჯალათი ისინი ყავდათ, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში ეგეთები ყავდათ, ის მანდატურები, ყველაზე რა თქმა უნდა იყვნენ კრიტიკული ადამიანები, მაგრამ სისტემა იყო თავისთავად სადამსჯელო. აი ეს მაიმუნი, ეს ბოროტიჩიტი, რომელსაც თავი ალბათ არ ვიცი რა წარმოედგინა ისმენდა აი ამ პატარა ბავშვების მიშა-მიშა ძახს და მე საკუთარი თავი ან ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი, ჯამთელი ადამიანი წარმოგიდგენია როგორ გაგიტყდება ეხლა წარმოიდგინე სკოლაში რომ მიდიხარ. აქ რო შედიხარ, ამ გზას რო გადიხარ, ამ კიბეებს. ხო, და მიშა-მიშა 6 წლის ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ გააზრებული რა საკეთებენ. დირექტორმა გააკეთა. დირექტორი მოხსნილი მეყოლებოდა მე რო ყოფილიყავი ამ სისტემის მესვეული, ხო? აუცილებლად ძალიან კაც საყვედურს გამოუცხადებდი ყველას, ვინც ეს დაუშვა. აი ეს ხალხი გველაპარაკება ჩვენ იმაზე რომ რაღაც ჩანაწერი გაკეთდა რა. და მეცაც გეტყვით, არ გაკეთდა სწორი ჩანაწერი. უნდა ვასწავლოთ რომ სააკაშვილი არის კრიმინალი და ეს რეიპისტი არა კრიმინალი. ხო, და ეს არის დადასტურებული სასამართლოს განაჩენები. ჩანაწერი არსებობს. ზგავსი რომ ნაციონალურ მოძრაობა გადაცდა მერეგზას და არა, აი ესე არ უნდა ციხის კადრებზე არის კომენტარი. არ უნდა იყოს ესე. პირდაპირ რაც არის ფაქტები უნდა იყოს და ბავშვებმა დიახაც, ბავშვებმა უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა. ამ ასაკის ბავშვებმა, მაგრამ თინეიჯერებმა და ეს ჩვენ ამისთვისაც ვიხსვით, უნდა იცოდნენ რა აქვს გაკეთებული ოცნებას და რაც თავარია ბიზნესს და რა გაკეთებული ბჭყალებში იმას რა ქვია. და კიდევ ერთხელ გამიგზელდა სიტყვა, მაგრამ საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არის დენდროლოგიური პარკის ისტორია. კი. მარტო პოსტივი არსებობდა და ამდენ ტელევიზიებში ჩვენ ვქნებდით ხმალს მარტო და ინტერნეტში ვანთასებდით აი ამ ნიაღვარის მამხილებელ დენდროპარკის წინამდე წამოსული ნიაღვარის მამხილებელ ასე ვთქვათ სიუჟეტებს. გამოვიდა რამდენიმე წელი დენდროპარკის გახსნა და ხმა არის, ჩუმად არიან. დამთავრდა, მორჩა, გაქრა, აი სიზმარივით გაქრა ყველაფერი. და დარჩა პარკი და ეს შხამგესლმთხეველები დარჩნენ იქ. მე მგონია შენც დენდროპარკია რა, ყველაზე მაგარი მაგალითად ჩემთვის. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისის, რომელზეც აშენებულ უნივერსიტეტზე ჯერ კიდევ ამბობდა მაგალითად ლევან ბერძენიშვილი იქ სირცხვილიას აქციებზე, რომ ეს არის ყველაზე დიდი მითი, რითიც დაბოლდა ახალი ამბები.